აი თუ გეტყვიან რომ ორი ყველაზე მთავარი სიტყვით აღწერე რა არის სიბერე, ეს იქნებოდა კუნთების დაკარგვა, ანუ კუნთების განლევა. დროთა განმავლობაში ჩვენ ვკარგავთ კუნთებს, 20 წლის ასაკში რა კუნთებიც აქვს ადამიანს, იმაზე ნაკლები აქვს 30 წლისას, 40 წლის ასაკში თითქმის 10%-ით უმცირდება, რაც ჰქონდა 30 წლის ასაკში და ასე გრძელდება და 60-70 წლისთვის ადამიანს 30-40%-ით ნაკლები კუნთები შეიძლება კონდეს, რაც ჰქონდა 20 წლის ასაკში. ანუ კუნთები განილევა, ამას ვერ გრძნობ, რა თქმა უნდა, თავიდან თანდათანობითი პროცესია, მაგრამ ეს კუმულაციური ეფექტი და ზვავის ეფექტი სხვადასხვა ნიშნებით ვლინდება, მაგალითად ადამიანი კარგავს ენერგიას და ამას ხვდება, რაც ადრე არ ეზარებოდა, ის ეზარება, ფეხები აღარ მოგყვება, უფრო შენელებული ხარ, უფრო მეტად იმატებს წონაში, ცხიმი იზრდება, მუცელი იზრდება, მაშინ როცა შეიძლება წონა არ გემატებოდეს და მხოლოდ მუცელი გქონდეს. სხვა დაავადებების რისკიც იზრდება, ტვინზეც კი მოქმედებს, უფრო შენელებულად მოქმედებს ტვინი, აღარ არის ისეთი აქტიური როგორიც იყო. ეს ყველაფერი პირდაპირ თუ არა პირდაპირ დაკავშირებულია კუნთების განლევასთან. სიბერის მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ზუსტად კუნთების განლევა. კვლევებითაც დასტურდება, მაგალითად ადამიანი რომლებსაც აქვთ ნაკლები კუნთები, ორჯერ მეტად აქვთ გაზრდილი ყველა სახის სიკვდილიანობის რისკი. ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული, რო აღარაფერი ვთქვათ სიცოცხლის ხარისხზე და აქ ექნება ადამიანს კითხვა ალბათ რომ რატო კუნთები არ აშუაშია საერთოდ და რატომ ხდება ეს, რატო განილევა, რა იცის ორგანიზმმა რო გჭირდება. ამ კითხვაზე ერთი პასუხი არ არსებობს, კომპლექსური საკითხია. ერთი მნიშვნელოვანი რაც ხდება არის ტესტოსტერონის დონე იკლებს ჩვენს ორგანიზმში მნიშვნელოვნად 30 წლიდან და ეგ განაპირობებს კუნთების განლევას. მეორე პრობლემა არის ჩვენი სატელიტი უჯრედები. სატელიტი უჯრედები არის კუნთების ღეროვანი უჯრედები, კუნთი თუ დაზიანდება, სატელიტი უჯრედები ჩაერთვება საქმეში და ამ კუნთის შეკეთებას იწყებს და ეს სატელიტი უჯრედების რაოდენობა მცირდება. მესამე მიზეზი არის ჩვენი მიტოქონდრიების ზიანდება დროთა განმავლობაში ტელომერების დამოკლება ხდება, მოკლედ დნმ ზიანდება ასაკთან ერთად და ახალი უჯრედების წარმოქმნა მცირდება. მეტიც ევოლუციურადაც რო შევხედოთ, ჩვენი წინაპრები წარსულში იშვიათად ცხოვრობდნენ 40 წელს ზევით. ეს ეხლა არის ბოლო 100 წელია განსაკუთრებით და რაც მეცნიერა განვითარდა და კიდე ვისაც გაუმართლებდა ბოლო რამდენიმე საუკუნეა დიდხანს ცოცხლობს, თორე ადრე ძალიან ცოტა ხანს ცოცხლობდნენ და ევოლუციურად ასეთი ევოლუციური გადახრა არსებობს, რაც ნიშნავს, რომ ყველაფერს დებს ახალგაზრდობაში ევოლუცია, სანამ რეპროდუქციული ფანჯარა აქვს ადამიანს, ანუ სუფთა ევოლუციური კუთხით გამრავლებაა ყველაფერი და ამ გამრავლებისთვის დებს ყველაფერი კარგს ორგანიზმში ევოლუცია და არა 40 წელსლებით და არა 60 და 80 წელსლებით. მაგ დროისთვის ჩვენ უნდა ვიზრუნოთ და აქ გაჩნდება კითხვა ლეგიტიმური, რომ აბა რა ვქნათ, განწირულები ვართ თუ რამე შეიძლება უშველოთ, თუ შეიძლება კუნთები შევინარჩუნოთ. ამ კითხვაზე პასუხი არის, რომ შეგვიძლია, არათუ შეგვიძლია, არამედ შეგვიძლია ძალიან დიდი წარმატებით. არის კვლევები, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობდნენ და ადამიანები, რომლებიც თავის კუნთებზე რეგულარულად ზრუნავდნენ, იმ ადამიანებს კუნთები შეუნარჩუნდათ
80%-ით მეტად ვიდრე იმ ადამიანებს, ვინც არ ზრუნავდნენ კუნთები. მაგალითად, თუ ჯამურად რო ავიღოთ, მოკლედ, თუ უნდა დაგეკარგა რაღაც 30% კუნთების ასაკში, ღრმა ასაკში, მაგ დროისთვის დაკარგავ 6%-ს მხოლოდ თუ იზრუნებ ამაზე. ეს ძალიან დიდი რიცხვია და ძალიან დიდი საქმეა რეალურად პრაქტიკულად გაკეთებულია საქმე და ეხლა ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ, როგორ გავაკეთოთ ეს საქმე, როგორ შევინარჩუნოთ კუნთები. და არა თუ როგორ შევინარჩუნოთ, როგორ გავზარდოთ კუნთები. აქვე ვიტყვი პირველად, რომ როცა კუნთების ზრდას ან შენარჩუნებას გულისხმობ, არ გულისხმობ მე bodybuilding-ს და რაღაც კუნთები დაგვაჯდეს ხელებზე ან სხეულზე, ამას არ გულისხმობ. მე ვგულისხმობ, რომ ადამიანი თავის სხეულთან მიმართებაში, თავის ტანთან მიმართებაში იყოს ჯანმრთელი, იყოს ძლიერი, ასეთი დონის კუნთებს და არა თქვათ რაც ვიზუალურად რო ბატიბუტივით იყოს, ამაზე არ გვაქვს საუბარი. ეს ეხება ქალებსაც და კაცებსაც. არის ფიქრობთ, რომ როცა კუნთებზე ვსაუბრობთ, ეს კაცებზეა საუბარი მხოლოდ. ქალებისთვისაც იგივეა ზუსტად, იგივე მნიშვნელობა აქვს კუნთებს და იგივე მოვლენები ხდება და იგივენაირად ჭირდება ყურადღების მიქცევა და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რისი გაკეთებაც შეუძლია ადამიანს კუნთებისთვის არის ვარჯიში, ოღონდ ძალოვანი ვარჯიშები, არა აერობული, არა სირბილი, ცურვა, ცეკვა. ეგენი ძალიან კარგია ორგანიზმისთვის, მაგრამ ეგ არ არის კუნთებისთვის. კუნთების ვარჯიშებს ეწოდება ძალოვანი ან რეზისტენტული ვარჯიშები და ძალოვანს რატომ ეძახიან? მთავარი პრინციპი ძალოვანი ვარჯიშებისა, რომ სხეულის მთავარი კუნთების ჯგუფი უნდა მონაწილეობდეს, ანუ არა, ეხლა ერთ-ერთი თუ ავარჯიშებ, ხო? ეგ არ არის ძალოვანი ვარჯიში, შეიძლება იყოს ძალოვანი ვარჯიშის ნაწილი, მაგრამ ჩვეულებრივი მოკვდავებისთვის აზრი არ აქვს ეხლა, მაგრამ უნდა ავარჯიშო კუნთების ჯგუფი, ფეხების მაგალითად, ან მკლავები, ან ბეჭის კუნთები და ასე. და ეს ვარჯიშის დროს, ანუ ეს ვარჯიში არ უნდა იყოს მხოლოდ აწევა-დაწევა, მაგალითად ხელის, არა. ვარჯიშის დროს კუნთმა უნდა გამოიყენოს თავისი შესაძლებლობების დაახლოებით 60% ან მეტი. ეს არის რეზისტენტული, ანუ ძალოვანი ვარჯიშების აზრი, რომ კუნთმა უნდა დაახარჯოს თავისი დიდი რესურსი ამ დროს. მუღამი ესე ვთქვათ ამის ის არის, რომ კუნთში მოხდეს მცირე ტრამვები, კუნთში მცირე ტრამვები გამოიწვევს მის სატელიტური უჯრედების აქტივაციას, ის გამოიწვევს კუნთის ზრდის სტიმულაციას და კუნთი გაიზრდება. ეს არის აზრი. დაახლოებით ვარჯიში არის მანქანაში ძრავის ჩადგმასავით, კონდეს ძრავი. ვარჯიში უნდა იყოს კვირაში 3 ჯერ მინიმუმ, ანუ ზოგ შემთხვევაში 2 ჯერ. თითო სესიის დროს ადამიანმა უნდა ეცადოს, რომ სხეულის ძირითადი კუნთების ჯგუფები ავარჯიშოს. დაახლოებით თითო სესია უნდა იყოს 40 წუთი. მეტი სასურველია, ნაკლები, მაგრამ თუ სხვა გზა არაა, მაინც საჭიროა. და თითო ვარჯიში, რასაც გააკეთებს ადამიანი, უნდა გააკეთოს დაახლოებით 6-დან 12 გამეორება და ერთ გამეორებას რო დაამთავროს, მაგალითად, ვთქვათ, ბუქნი გავაკეთე 10, ხო? ანუ ეს 10 3-4 მისვლა უნდა გავაკეთო. ანუ 10 რომ გავაკეთებ, დავისვენო 1 წუთი, მერე ისევ 10 გავაკეთო, მერე ისევ დავისვენო 1 წუთი, ისევ 10 გავაკეთო და ასე შემდეგ. მარტივი რეისით თქმაც შეიძლება არის, რომ მაგალითად ბუქნები საუკეთესო ვარჯიშია, ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ვარჯიშია, რადგან ფეხის ძირითადი კუნთები მონაწილეობს, ფეხის კუნთების ჯგუფი უდიდესი კუნთების ჯგუფია ჩვენს ორგანიზმში. ბარძაყის 4 თავა კუნთი მაგალითად, საჯდომი კუნთები და ასე, ანუ მნიშვნელოვანი კუნთები მონაწილეობს, უზარმაზარი კუნთები, იხარჯება ძალიან დიდი ენერგია და მოკლედ ერთ-ერთი საუკეთესო არის გაკეთებაც
თქვენი ორგანიზმისთვის შეგიძლიათ. მეორე და მესამე და მეოთხე რა ვარჯიშებს ვიტყოდი აზიდვებს, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, კუნთი, თავისი რესურსების ძალიან დიდ ნაწილს ხარჯავს, როცა აზიდვებს აკეთებ. ასევე მეორე აზიდვები იატაკზე აზიდვებს რომ ვაკეთებთ, ესეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ვარჯიშია და წონებით ვარჯიში. მეოთხეს ვიტყოდი წონებით ვარჯიში, თუმცა თუ წონები არ გაქვთ სახლში ან დარბაზში ვერ დადიხართ, არ არის საჭირო, სრულიად შესაძლებელია ყველა ვარჯიში ივარჯიშო სახლში. მაგალითად ბუქნების გაკეთებას რა უნდა, ან ამ იატაკზე აზიდვების გაკეთებას რა უნდა. ან თუ გაქვთ ჩამოსაკიდებელი მეორნაირი აზიდვების გაკეთება. შესაბამისად ვარჯიში არის ნომერ პირველი, ვარჯიშის საშუალებით საქმის 80%-ს აგვარებთ. ეხლა რა არის დანარჩენი 20%? დანარჩენი 20% არის თუ კი ძრავი არის ვარჯიში, მანქანა ჩვენი ორგანიზმია, ამ ძრავს ჭირდება საწვავი. საწვავი არის ცილები. ცილები რას ნიშნავს და რატომ? ცილა არის საკვები, ვიცით ალბათ რომ საკვები გვაქვს ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები, სამი ძირითადი ჯგუფი. ცილები არის როგორც აგური კედლისთვის, კუნთის საშენი მასალაა. კუნთი რომ დაზიანდება, მის შესაკეთებლად აუცილებელია ცილა და ცილის მიღება, ცილით კვება არის მნიშვნელოვანი. ცილას ეძახიან პროტეინსაც, გაგიგიათ პროტეინის ფხვნილები. პროტეინის მიღება სასურველი და კარგია და მნიშვნელოვანია. რა ფორმით? ფორმა სხვადასხვა შეიძლება იყოს. რა რაოდენობით? რაოდენობა განსაზღვრულია. მაგალითად, უხეშად რომ თქვათ, თქვენ რამდენი კილოც ხართ, თუ ვარჯიშობთ, უხეშად 2 იმდენზე უნდა გაამრავლო და იმდენი გრამი მიიღო ცილა. მაგალითად, თუ 70 კილო ხარ, დაახლოებით 130-140 გრამი ცილა უნდა მიიღო. თუ ვარჯიშობ, თუ არ ვარჯიშობ ნაკლები, არ არის პრობლემა. ეხლა საიდან მივიღოთ ეს ცილები? ცილების მიღების საუკეთესო გზად მიიჩნევა ხორცი, ქათმის ხორცი, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური. მაგალითად, ფილე არის ხოლმე აღებული სტანდარტად და ფილეში 100 გრამში გამომცხვარი ან მომზადებული დაახლოებით 30 გრამი არის ცილა. ანუ 100 გრამს თუ ჭამ ხორცს, ეს არნიშნავს რომ 100 გრამ ცილას იღებ ნაკლებს. მაგალითისთვის თხილეულობა და ეს სხვა სოიო და რაღაცები რომ არის, რომელიც თქვა პარკოსნები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს ცილებს, სხვა დოზებით შეიცავს, ზოგი 10, ზოგი 9 გრამი, ზოგი 6 გრამი, მაგრამ მათი მნიშვნელობა დიდია, რადგან დიდი რაოდენობით შეიცავენ ასევე საკვები ბოჭკოვანს და მცენარეული ცილების მიღებაც ძალიან სასურველი და სასარგებლოა, თუმცა კლასიკად მიიჩნევა ქათმის მკერდი, ფილე და კვერცხი. თითო კვერცხი უხეშად 6 გრამ ცილა შეიცავს, მეტნაკლებობით ზოგი დიდია, ზოგი პატარა, დაახლოებით რო ავიღოთ მოხარშული კვერცხი. ან ცილების ძირითადი წყარო რა არის? ხორცი, როგორც გითხარით, ყველანაირი ხორცი, მაგრამ სასურველია ქათმი, სასურველია ფილე, რადგან წითელი ხორცი ასოცირებულია ქოლესტერინის დონის მატებასთან და ზოგიერთი სიმსივნის განვითარების რისკთან. ამიტომ წითელი ხორცი არ არის დიდად რეკომენდირებული, თუმცა დრო და დრო შესაძლებელია. თხილეულობა ცილების კარგი წყაროა, მაგრამ კალორიულობასთან უნდა იყოთ ფრთხილად, პარკოსნები კარგია, მარცვლოვნებიც კარგია, თუ მარცვლოვნებს მივიღებთ, უნდა მივიღოთ სრულ მარცვლოვნები. თუ ვიტყვით ცილების ხარისხს, ყველაზე ხარისხიან ცილებად მიიჩნევა ხორცი, კვერცხი, რძის პროდუქტები, რადგან ისინი შეიცავენ ყველა ამინომჟავას, ცილა შედგება თავისუფლად ამინომჟავებისგან. ზოგი ამინომჟავის წარმოება ჩვენ ორგანიზმს შეუძლია და ამას ქვია შეცვლადი ამინომჟავები და არის ამინომჟავების ჯგუფი, რომლის წარმოქმნა ჩვენ ორგანიზმს არ შეუძლია და ამას ქვია შეუცვლელი ამინომჟავები და ხორცი შეიცავს ყველა შეუცვლელ ამინომჟავას. მაშინ როცა
სცენარეული ცილები, როგორც წესი, იშვიათი გამონაკლისის გარდა არ შეიცავენ ყველა შეუცვლელ ამინომჟავას. თევზეულობაც ერთ-ერთი კარგი ხარისხის ცილას მიეკუთვნება. ახლა იქნება კითხვა კიდე, რომ კარგი ცილა მივიღეთ, ვარჯიშობთ, რა არის მესამეს რას იტყოდი, რითიც ხელს შეუწყობ ჩვენს კუნთებს. მესამე არის როგორც მანქანაზე ვინაიდან ვავლებთ პარალელს, თუკი მანქანას ჭირდება ძრავა, მანქანას ჭირდება საწვავი, მანქანას ჭირდება მოვლა და მოვლა იქნება ძილი. ძილი არის აუცილებელი ორი მიზეზით. დადგინდა, რომ ადამიანები, რომელსაც 6 საათზე ნაკლები ძინავთ, ნაკლები კუნთები აქვთ. და ადამიანებს, რომელსაც უფასოვნად ძინავთ, მეტი კუნთები აქვთ. მეტიც ძილის დროს გამოიყოფა ზრდის ჰორმონი, ზრდის ჰორმონს აქვს ანაბოლური ეფექტი, ანაბოლური ეფექტი ნიშნავს კუნთებს წარმოქმნის. მეტიც ძილის დროს თუ ძილის დეფიციტი განუვითარდა ადამიანს, გამოიყოფა სტრესული ჰორმონი კორტიზოლი. კორტიზოლს აქვს კატაბოლური ეფექტი, ანუ სტრესის დროს კუნთები იშლება. მით უმეტეს, როცა გახანგრძლივებულია სტრესი, შესაბამისად კუნთების დაშლას და განლევას ქრონიკული სტრესი ხელს უწყობს, ვისაც მუდმივად აკლია ძილი. 7-8 საათი ძილი მიიჩნევა ოპტიმალურად, შეიძლება 9-ს, 6 საათზე მეტი უნდა იყოს. და ვინაიდან ვამბობთ კორტიზოლს და ვინაიდან ვამბობთ სტრესს და სტრესულ ჰორმონებს, აქვე უნდა ვთქვათ, სტრესის შემცირებაც ძალიან მნიშვნელოვანია. სტრესის შემცირების კარგი საშუალებებია ვარჯიში, მედიტაცია, რომელიც პირდაპირ აჩვენებს, რომ სტრესის დონეს ამცირებს, კორტიზოლის დონეს განსაზღვრავენ ხოლმე, მაგალითად ნერწყვში და კორტიზოლის დონეს ამცირებს პირდაპირ ეს პროცედურები. ასევე სუნთქვითი ვარჯიში, მაგალითად 4-7-8 ეძახენ, სხვა ისინი არსებობს, სხვა სუნთქვითი ვარჯიშები არსებობს, მაგრამ ერთ-ერთ ვამბობ შემთხვევაში პოპულარულს, მაგალითად 4 წამის განმავლობაში ჩაისუნთქეთ, 7 წამის განმავლობაში შეიკავეთ სუნთქვა და 8 წამის განმავლობაში ამოისუნთქეთ და ამ ვარჯიშს თუ გააკეთებ 5 წუთის განმავლობაში, სტრესი მნიშვნელოვნად შეგიმცირდება, კორტიზოლის დონე მნიშვნელოვნად შეგიმცირდება სისხლში, რაც ერთ-ერთი ეფექტური გზაა სტრესის შემცირების. კიდე რისი გაკეთება შეიძლება კუნთების ზრდისთვის, საკვები დანამატები მაგალითად რა შეიძლება ვქნათ. 3-ს ვიტყოდი, ანუ მეტის თქმაც შეიძლება, მაგრამ ამ შემთხვევაში 3-ს ვიტყოდი. ვიტამინი D, რომელიც აუცილებელია კუნთებისთვის, ძვლებისთვის, ზოგადად მეტაბოლიზმისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრ რეაქციაში მონაწილეობს იმუნიტეტისთვის და ვიტამინი D არის დეფიციტური ვიტამინი კაცობრიობისთვის. მეორე ომეგა-3 თევზის ქონი იგივე ანთებისაწარმოო მოქმედება აქვს და ხელს უწყობს ანაბოლურ პროცესებს, ამცირებს ანთებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე. და მესამეს, რასაც ვიტყოდი, კრეატინი დაახლოებით დღეში 5 გრამი, ვინც ვარჯიშობს მათთვის და რატომ კრეატინი ჩატარდა კვლევა, რომ ადამიანები იღებდნენ კრეატინს და ვარჯიშობდნენ და ადამიანები ვარჯიშობდნენ და არ იღებდნენ კრეატინს და რამდენიმე თვის თავზე იმ ადამიანებს, რომელთაც ამ 5-დან 20 გრამამდე კრეატინს იღებდნენ დღის განმავლობაში, 1 კილოზე მეტად ჰქონდათ კუნთები განვითარებული იმ ადამიანებთან შედარებით, ვინც არ იღებდნენ, ანუ ანაბოლიზმს, კუნთების წარმოქმნას უწყობს ხელს, რაც ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია, რაც არსებობს საერთოდ. ამიტომ, პროტეინთან ერთად, რა თქმა უნდა, პროტეინი ძალიან ცილა, ძირითადი საკვებია. ცილის გარეშე კუნთის ზრდა ვერ მოხდება, მაგრამ თუ საუბრობთ როგორც დამატებით დანამატზე, კრეატინი ერთ-ერთი საუკეთესოა. ფრთხილად უნდა იყოს ის ადამიანი, ვისაც თირკმლის პრობლემები აქვს. და ბოლოს ეს კითხვა იქნება, რომ სად იხურება კარი, რის მერე აღარ გვაქვს შანსი, სად უნდა გადავიწუროთ იმედი, იმიტომ რომ იტყვის ზოგი, რომ მე 70-ის ვარ, ან მე 75-ის ვარ.
და პასუხი არის არსად, იმიტომ რომ სამცოცხლები ვართ, ვარჯიშს კუნთებზე ზრუნვას აქვს აზრი და ამას ეს ჩემი იმედები არ არის, ადასტურებს კვლევა. კვლევის მიხედვით 90 წელს აცილებულ ადამიანებში მოხდა ეს კვლევა და ივარჯიშეს და კილო ნახევარზე მეტი კუნთი და ენერგია მოემატათ იმ ადამიანებს, ვინც რამდენიმე თვეში ვინც ძალის მიერ ძალოსან ვარჯიშებს ვარჯიშობდა და ეს ადამიანები იყვნენ 90 ზევით. ანუ მაშინაც კი როცა სატელიტი უჯრედები ცოტა გააქვს, კუნთები განლეული გააქვს, დაბერებული ხარ და ასაკი არ გიწყობს ხელს, მაშინაც კი რაღაც დონეზე უშველი საქმეს. ამიტომ მუდმივად უნდა ვეცადოთ, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ. აქ იყო კიდე ერთი კომენტარი იყო, რომ ისო ბოდიშიო, მაგრამ შენო არ გემჩნევაო, რომ ნავარჯიშები ხარო. ანუ ამაზე პასუხი არის, რომ ახლა გემჩნევა შირას გულისხმობს ადამიანი, თუ იმას გულისხმობს რაღაც კუნთები უნდა მქონდეს ბატიბუტებით, ესე არ მაქვს ნამდვილად, ახლა მაგაზე ორი აზრი არა, მაგრამ ძალიან დიდი ხანია ვარჯიშობ მე, შესაბამისად, ანუ არა თეორია, რასაც ვამბობ, არამედ ჩემ თავზე გამომიცდია და ვარჯიშობ თან რეგულარულად. ისე ვარჯიშობ წლებია, რომ წყვეტა არ მქონია, შესაბამისად, ვარჯიშის შესახებ არა მხოლოდ შორიდან წარმოდგენები მაქვს, არამედ შიგნიდანაც ვიცი რა ხდება. და ბოლოს მინდა მოგილოცოთ აღდგომა, ვისთვისაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია. მინდა რომ ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ და ჯანმრთელობა ჩემი პირველი ის არის ხოლმე ფიქრი ყოველთვის ჯანმრთელობაზე, რადგან დანარჩენი ყველაფერი მეტნაკლებად ჩვენზეა დამოკიდებული, მეტნაკლებად მიღწევადია და თვით ჯანმრთელობაშიც გვაქვს რაღაც ბერკეტები, რითიც შეიძლება ჯანმრთელობა გავიმჯობესოთ, ამას ემსახურება ზუსტად ჩემი არხი და ის საქმე, რასაც ვაკეთებ. ეს იყო რისი თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ.